ავდივარ და მეუბნება რომ ღარიბაშვილი იყო ჩემთანო. მითხრაო რომ იმედი ებრძვისო და შენ რახანა მოიცე სანამავაზი თქო და იმედი ებრძვისო. ეხა რეალური ისტორია რა იყო? სიჭინავაროა, ეხაც იმედზე მუშაობს. თია სიჭინავა ევასებოდა ბავშვი ეს ღარიბაშვილი. როგორც მამაკაცი არა კაცო. ევასებოდა რომ ახალგაზრდა ლიდერი. მე თუ ვიცოდი ეხა ვინც იყო ღარიბაშვილი, მაგრამ ემა ხო არ იცოდა რა და გადაწყვიტა რომ ინტერვიუ აიღო და გაუგზავნა კითხვები რა. კითხვები გაუგზავნა ის თავის პრეს-ცენტრის უფროსთან ისიც მაგარი ეს გიორგობიანი თუ ვიღაცა ისიც მაგარი ბლერო დაჯდნენ, გაანალიზეს ეს კითხვები და ჩათვალეს რომ ეს კითხვები არის ჩასაფრებული კითხვები და იმედი ებრძვის. არა და ამან კითხვები რატო გაუგზავნა რომ რაც არ გინდა ამოიღეო და დანარჩენს მოემზადეო რა. ჯობია მე ჩემგან წამოვიდეს კითხვები. ანუ წინასწარ გაუგზავნეს კითხვები და მე ჩათვალეს რომ გვებრძვია რომ ეს რა კითხვები. მაგა deep state-ს კი არა, ფისასოს რაპას დააჭირა. მე ვივიდე ბერა რომ ახალ ალბომს როდის წერს ეგ კითხვები უნდა. ხო და აი ხო წარმოგიდგენია რა მარაზმი იყო რა. ამას ეგ ისტორია ხდებოდა. ბიძინა მოკლედ ესე მითხრაო რომ შენ რახან აკონტროლებო ესე იგი შენ ებრძვიო რა ღარიბაშვილს და გამეცინა თუ აი ხარხარი ამიტყდა ბიძინა მეთქიდო რა ღარიბაშვილს ვებრძვი სანთელს უბერავს სანთელებით ვინაღავთ მეთქი რომ რამე ყლაპოში არ ჩახდეს. იმიტომ რომ ეს ხო თავიდან დიდი ინტელექტით არ გამოირჩევა სხვათა შორის ღარიბაშვილი რა ერთ-ერთი თავის საწევა ისწავლა რა. ხო და ხო და პირიქით მეთქი რამე ყლაპოში აი ესე სულ ბავშვით ვატარებთ მეთქი რომ რამე არ შეეშალოს ხო? ხო და ჯერ ეს ერთი მეთქი და მე მეთქი მე იმედს არ ვაკონტროლებ მეთქი ბიძინა რა. მაგას მეთქი არც საკუთარ თავს ვაკადრებდი, არც ბადრის ხსოვნას და არც შენ არ გაკადრებდი. ძალიან ცუდი თუ არ მეკონტროლებ.